მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თუ თქვენ გაინტერესებთ შოუ ბიზნესის სიახლეები, თუ სად და რას საქმიანობენ მუსიკისა და კინოს ვარსკვლავები, მაშინ უყურეთ ინფორმატორისა და ლაილაის 11 თებერვლის გამოშვებას. ანსამბლი ერისიონი სპეციალური მიწვევით მიემგზავრება რუსეთის დედაქალაქში საგასტროლოდ. სწორედ მოსკოვში გამართული კონცერტით დაიწყება ანსამბლის აღმოსავლეთ ევროპის ტურნე. რა თქმა უნდა, ერისიონი წარმოადგენს თავის გახმაურებულ სპექტაკლ შოუს ქართული ლეგენდა. მოსკოვის წყვილებათა სასახლე მოგახსენებათ სულ ცოტა 2 წლით დაკავებულია და გამონახეს თვითონ ამის საშუალება რომ მივეწვიეთ და ვიდეოთ ჩვენ იმ სრული პროგრამით იმ ქართული ლეგენდით ესე იგი სპექტაკლი შოუ ქართული ლეგენდა უნდა ნახონ ისე როგორც ნახულობენ ამას ვაშინგტონში დავუშვათ პარიზში თუ ბრიუსელში ჩვენ ვუშაობთ კვირაში 6 დღეს, როგორც წესი, არის კონცერტები ერთ კვირაში თუ ერთ თვეში თუ ორ თვეში თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ რომ ერთ დღეში ასეთი რამ არ კეთდება. იმიტომ რომ ძნელი სიმღერიზაცია ცეკვის ანსამბლის კეთება, აი კეთება, სწორედ რომ კეთება, რომ მას სჭირდება მithქვამს ხოლმე და ახლაც მინდა თქვენს მოგახსენოთ, რომ აი აქედან პერიფერიის სიძახიანი იქ აქედან აღებული სისხლით არა, გულის ზარღვიდან უნდა იყოს გაღებული სისხლი რომ გაიგო რა გჭირდება ისიც თუ გაიგე და ამ უწურავი როა ეს ჩვენი ფოლკლორი მაგასაც ლაპარაკი ზედმეტი მაგრამ როგორ მიაწოდებ დღეს 21 საუკუნეში ფოლკლორს ისე რომ აი ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვიოს და თქვა რომ მე ასეთი არაფერი არ მინახავს როგორც იცით, სულ მალე თბილისში რუსი ვარსკვლავის ზემფირა ჩამოვა. მისი კონცერტი აჭარა მიუზიკ ჰოლში იგეგმება. თუ როგორ ემზადებიან ამ კონცერტისათვის, ამას სიუჟეტიდან შეიტყობთ. ყველა, აი ასე ვთქვათ, ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ზემფირა არის რუსული ყველაზე პოპულარული ჯგუფი საქართველოში დღესდღეობით. როგორც იქნა ყველაფერი რიგზე მოვრიგდით და 14-ში ჩამოდის ზემფირა თბილისში. 14 თებერვალს შაბათს. კონცერტი იქნება საათნახევრიანი. კონცერტში შევა როგორც ვთქვათ ძალიან ძველი ჰიტები, ასევე ახალი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, რახან პირველად ჩამოდის თბილისში, იქნება ასე ვთქვათ მიქსი, ნარევი ძველის და ახალი პროგრამის. ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო ხა, რამდენი ხანია უკვე ვაკეთებთ ესეთ სახის ივენთებს და პირველად ვნახე ესეთი რთული, ჩახლართული და აი რა სიტყვა ხო კლიაუზნიკური რაიდერი, რასაც ქვია, როგორც ტექნიკური, ასევე საყოფაცხოვრებო რაიდერი ქვია ქართულად, ანუ ცხოვრების პირობები და როგორი ტემპერატურა და სცენაზე რა ტემპერატურა უნდა იყოს და დარბაზში რა ტემპერატურა. 8 გვერდი არის რა, როგორ, სად და რანაირად უნდა იყოს. ცოტა სასაცილოა, მაგრამ არა უშავს გავაკეთებთ, რომ ყველაფერმა ჩაიაროს ისე როგორც საჭიროა. პირველი ორი სიმღერა უფლება გვაქვს რომ გადავაღებინოთ პრესას, მაგრამ მე მათ ჯგუფის დირექტორს ველაპარაკე და ესეთი რაღაცა აუხსენე. საქართველოში ეს კულტურა საერთოდ ახალია, კლუბურ კულტურაზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ არის და ყველაფერს ამას სჭირდება პრომოუშენი და ხალხისადმი მიწოდება ამ ინფორმაციის და ხო რომ იქნებ კიდე რამოდენიმე სიმღერის გადაღების უფლება მოგცეთ, იმიტომ
ჩვენთვის ამას ფინანსური აზრი კი არ აქვს, კი არ აქვს რომ მივყიდოთ, უბრალოდ რომ გააშუქონ მე რომ აი ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს, რომ ესეთი კონცერტი იყო. მე მგონი მოგცემენ უფლებას რომ 2 სიმღერაზე მეტი გადავიღოთ, მაგრამ ეგ ჯერ არ არის. დღეს ხოლმე ტყვიან. როგორც უკვე გითხარით, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ბატონი დავით ოკიტაშვილი იტალიაში მიემგზავრება კულტურული პროგრამით. ჩვენთან საუბრის დროს მან ერთი საიდუმლო გაგუთხილა, რომელსაც ინფორმატორის საშუალებით ქართველი მაყურებელი პირველად შეიტყობს. 26 მაისი გვინდა რომ საქართველოში სხვა ფორმატი ჩატარდეს და არ იყოს ესეთი პომპეზური და რაღაც დაშტამპული ღონისძიებები როგორც ადრე იყო. თავისუფლების მოედანზე მერიის წინ შეიკრიბება 3000 ხორუმში ჩაცმული ბიჭი, საიდანაც დაიწყებენ მსვლელობას ხორუმის ილეთით, ერთი ილეთია ეს და გაივლიან მთელ იმ მონაკვეთს, სადაც იყო და მოხდა ვარდების რევოლუცია. ხას შეუძლია შეუერთდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეებით, რომლებიც ჩავლენ გმირთა მოედანზე, თქვენ იცით, გმირთა მოედანზე არის ძალიან დიდი წრე და იქ მოხდება აი ამ აქციის, თქვა დასასრული. აი ამ ხორუმის მსვლელობის მერე რესპუბლიკის მოედანზე იქნება ძალიან დიდი აქცია. გალერეა უნივერსში ლელა თერაშვილის გამოფენა გაიხსნა. აქ წარმოდგენილია მისი ფერწერული ნამუშევრები, თექა, პატიკა და გობელენები. თუ რა განწყობილებას უფევდა გამოფენაზე, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყო. ხუთი წლიდან ვხატავ რა, უფრო სერიოზულად, იქამდე მუშაობდი. რაც მაინტერესებს, მე თვითონ ქსოვილები მაქვს დამთავრებული, ამდენად ქსოვილები, გობელენი, თექა, ესენიც ახლოს არის ჩემთან, ბატიკაც და ახლა ზედში მიყვარს მუშაობა და მუშაობა. არის ძველი ნამუშევრების, მაგრამ ძირითადად არის 2003 წელში 3 წლის ნამუშევრები. თექა ეს სულ არის 3-4 თვის შექმნილია ეს ყველაფერი, რაც ამ დარბაზშია. თექა იმდენად დამაინტერესა, რამდენადაც რაღაც დიდი შესაძლებლობებია. მატყლი იღებება და მე ფერადი მატყლით იწყობა კომპოზიცია. შრომატევად სამუშაოა, მაგრამ შედეგი იმდენად ეფექტურია, რომ ეს სტიმულს მაძლევს ხოლმე ყოველ ნამუშევრის შემდეგ მებადება სურვილი კიდევ გავაკეთო ახალი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.